ძვირფასო დალოცვილო სულო. შეწყვიტე ყველაფერი, რასაც ამ მომენტში აკეთებ. ანგელოზებმა დღეს შენთან მოიყვანეს სასწრაფო და გარდამტეხი გზავნილი. შემთხვევითი არ არის, რომ ახლა აქ ხარ. სამყარომ მოაწყო, რომ ჩვენი გზები ამ კონკრეტულ მომენტში გადაკვეთილიყო. იგრძენი ენერგია, რომელიც ამ მომენტში გარს გეხვევა. შეგიძლია იგრძნო? ეს არის ანგელოზის არსებობა, რომელიც შენს ირგვლივ ვლინდება და მოაქვს სუფთა სიყვარულისა და განახლებული იმედის ვიბრაცია. ანგელოზებმა ჩემს გულს ჩასჭურჩულეს, რომ ამ ვიდეოს ვიღაც უყურებს, რომელიც ძალიან რთულ დროს გადის. ვიღაც, ვისაც უკითხავს, ნამდვილად არის თუ არა ღმერთი მნიშვნელოვანი, ხდება თუ არა უფრო დიდი გეგმა. ეს ადამიანი შენ ხარ. და დღეს ჩემო ძვირფასო ძმაო, ჩემო ძვირფასო დაო, ცა გაიხსნა, რომ მოგაწოდოს გზავნილი, რომელიც მთლიანად რევოლუციას მოახდენს შენს პერსპექტივაზე იმის შესახებ, რასაც განიცდი. ეს არ არის მხოლოდ კიდევ ერთი წამახალისებელი სიტყვა, ეს არის ზეციური ბრძანებულება, ღვთაებრივი განცხადება შენი ბედის შესახებ. სანამ ამ ანგელოზთა გამოცხადებაში ჩავუღრმავდებით, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის, მინდა რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამ გააკეთო ჩემთან ერთად. აჩვენე სამყაროს, რომ ნამდვილად მზად ხარ ამ გამარჯვების მისაღებად. დაალაიქე ეს ვიდეო ახლავე, ეს მარტივი ჟესტი არის სულიერი კონტრაქტის გაფორმება ანგელოზებთან, რაც მათ საშუალებას აძლევს, რომ კიდევ უფრო ინტენსიურად იმუშაონ თქვენს ცხოვრებაში. გამოიწერე არხი, რომ გააგრძელო ამ ღვთაებრივი გზავნილების მიღება, რომელიც პირდაპირ ღმერთის გულიდან მოდის. და ახლა, მთელი გულის ძალით დაწერე კომენტარებში, მე ღია ვარ ანგელოზთა გზავნილისთვის. როდესაც ამას აცხადებ, როდესაც ამ წმინდა სიტყვებს წერ, შენ ააქტიურებ ძლიერ ანგელოზთა სიხშირეს, შენ ეუბნები მთელ სულიერ სამყაროს, მე ვენდობი, მე ვიღებ, მე ვნებდები ღვთიურ გეგმას. გზავნილი, რომელსაც დღეს გაგიზიარებ, ჩემი ადამიანული გონებიდან არ მოსულა. ის პირდაპირ მადლის ტახტიდან ჩამოვიდა, გაიფილტრა მთავარ ანგელოზთა თანამგრძნობი გულების გავლით და ჩემს სულს მიაღწია, როდესაც ვლოცულობდი თითოეული ადამიანისთვის, რომელიც ამ ვიდეოს უყურებდა. შენ აქ შემთხვევით არ ხარ. შენ მოგიყვანეს. ასე რომ ღრმად ჩაისუნთქე და ამშვიდე შენი გული და მოემზადე სიტყვის მისაღებად, რომელიც მთლიანად შეცვლის შენი მოგზაურობის ტრაექტორიას. ანგელოზებს ძალიან სურთ შენთან საუბარი. ძვირფასო სულო, ამ მომენტში ანგელოზებს სურთ, რომ გაიგო რაღაც ფუნდამენტური. შენ მზად ხარ არაჩვეულებრივი ტრანსფორმაციისთვის. ეს არ არის უბრალოდ ცვლილება, არამედ სრული მეტამორფოზა, რომელიც ზეცის მიერ არის ორკესტრირებული. ანგელოზები მიჩვენებენ, რომ შენ ერთგვარ სულიერ კოკონში იყავი.
შეიძლება ვერც კი მიხვდი, მაგრამ ბოლო დროს, განსაკუთრებით ბოლო თვეებში სამყარო გიქმნიდა ისეთ სიტუაციებს, რომლებიც გაიძულებდა გაზრდილიყავი, გაგეკითხა, გაგეცნობიერებინა ვინ ხარ სინამდვილეში. ეს სიტუაციები სასჯელი არ ყოფილა, ისინი ზეციური მზადება იყო. შენ აპირებს სინათლის პორტალის გავლას, ამბობენ ანგელოზები თავიანთი რბილი ხმით, ზეციური მელოდიის მსგავსად. რთული ციკლი სრულდება და რაღაც არაჩვეულებრივი მოდის შენსკენ. მათ სურთ, რომ ახლავე წარმოიდგინო ჩემთან ერთად. წარმოიდგინე პეპელა, რომელიც ჯერ კიდევ კოკონშია. ტრანსფორმაციის პროცესში მას არ შეუძლია დაინახოს რა ხდება გარეთ. ყველაფერი ბნელი, სირთულეები, რომლებსაც შეხდი, ღამეები, რომლებშიც ტიროდი, მომენტები, როდესაც თავს დაკარგულად გრძნობდი, ურთიერთობები, რომლებიც დასრულდა, კარებები, რომლებიც დაიხურა, შესაძლებლობები, რომლებიც გეგონა ხელიდან გისხლტებოდა, ეს ყველაფერი იყო ღვთაებრივი მომზადების პროცესის ნაწილი იმისთვის, რაც მოდის. ანგელოზებმა გამიმხილეს, რომ არსებობს სამი კონკრეტული ნიშანი, რომელიც ადასტურებს, რომ შენს ტრანსფორმაციის კოკონის დასასრულს მიუახლოვდი. პირველი, შენ გაქვს განსხვავებული მოუსვენრობა, თითქოს რაღაც შენში მოძრაობს, დაბადებას ელოდება. მეორე, ძველი ადამიანები და სიტუაციები ბუნებრივად შორდებიან შენს ცხოვრებას, შენი მხრიდან იძულების გარეშეც კი. მესამე, შენ გქონდა განსხვავებული, უფრო ცოცხალი სიზმრები. თუ ამ ნიშნებიდან თუნდაც ერთს ამოიცნობ, ანგელოზებს სურთ რომ იცოდე. პორტალი იხსნება. ნუ ებრწვით ცვლილებებს, რომლებიც მოდის, ჩურჩულებენ სერაფინები ჩემს გულში. ისინი ღვთაებრივი გეგმის ნაწილია, რომელიც ზეცამ სპეციალურად შენთვის მოამზადა. ყველა ცვლილება, რომელიც შენს ცხოვრებაში უნდა მოხდეს, შემოქმედის უსაზღვრო სიბრძნით იყო დაგეგმილი. იცი კიდევ რა გამიმხილეს ანგელოზებმა? რასაც შენ ეკითხები საკუთარ თავს, საკმარისად ძლიერი ვიქნები იმისთვის, რაც მოდის? მათი პასუხი ნათელი და ძლიერია. შენ არ გჭირდება საკმარისად ძლიერი იყო, რადგან ძალა შენგან არ მოდის, ის მოდის მისგან, ვინც შეგქმნა. ამ წუთას, როცა ამ სიტყვებს ისმენ, ანგელოზები სტრატეგიულად არიან განლაგებულნი შენს ირგვივ. მთავარანგელოზი მიქაელი შენს მარჯვნივ დგას, შენს სიმამაცეს აძლიერებს. მთავარანგელოზი რაფაელი შენს მარცხნივ დგას, ღრმა განკურნებას. ანგელოზებს სურთ, რომ შეწყვიტო ამ პროცესის წინააღმდეგობა. შეწყვიტე ყოველი დეტალის კონტროლის მცდელობა, რაც ხდება. შეწყვიტე იმაზე ფიქრი, იღებ თუ არა სწორ გადაწყვეტილებებს. სიმართლე ის არის, რომ სამყარო გიძღვება ყოველი ნაბიჯის გავლით, მაშინაც კი როცა სრულ სურათს ვერ ხედავ. ისინი მიმხელენ რაღაც ძლიერს. მომდევნო 21 დღის განმავლობაში, დიახ, ზუსტად 21 დღის შემდეგ, შენ დაიწყებ ამ ტრანსფორმაციის კონკრეტული მტკიცებულებების დანახვას შენს ფიზიკურ ცხოვრებაში. ეს შეიძლება იყოს მოულოდნელი შესაძლებლობა, ურთიერთობა, რომელიც აყვავდება, პრობლემის გადაჭრა, რომელიც შეუძლებელი ჩანდა, ან გამოცხადება შენს მიზანზე, რომელიც მთლიანად გაანათებს შენს გზას. მაგრამ არის რაღაც, რაც უნდა გააკეთო ამ პროცესის დასაჩქარებლად. ანგელოზები გთხოვენ, რომ დღეიდან, ყოველ დილით გაღვიძებისას დაიწყო განცხადება. მე ვიღებ ჩემს ღვთაებრივ ტრანსფორმაციას. მე ვენდობი გეგმას, რომელიც ჩემთვის მომზადდა. მე ვნებდები ზეციურ პროცესს, რომელიც მიმაქვს ჩემი ბედისკენ. როდესაც ამ განცხადებას აკეთებ, შენ სულიერ შეთანხმებას აფორმებ სამყაროსთან. შენ ამბობ, მე აღარ ვიბრძოლებ ცხოვრების მდინარის წინააღმდეგ. მე მასთან ერთად გავყვები ჩემი გამარჯვებებისკენ. ტრანსფორმაცია, რომელიც მოდის, არ არის მხოლოდ გარე-გარემოებების ცვლილება. ეს არის იმის აღმოჩენა, თუ ვინ ხარ სინამდვილეში. როდესაც ყველა ნიღაბი ეცემა, როდესაც ყველა შეზღუდვა მოიხსნება, როდესაც მთელი შენი ღვთაებრივი პოტენციალი თავისუფლდება. ანგელოზები ამთავრებენ ამ გზავნილის პირველ ნაწილს წმინდა დაპირებით. ჩვენ არასდროს მოგცემთ უფლებას, რომ გაიარო იმაზე მეტი, ვიდრე შეგიძლია გაუძლო. და როდესაც პეპელა კოკონიდან გამოვა, ფრენა უფრო დიდებული იქნება, ვიდრე ოდესმე წარმოგიდგენია.
ჩემო ძვირფასო სულო, ახლა როცა ხვდები, რომ ტრანსფორმაციის პროცესში ხარ, ანგელოზებს სურთ, რომ მოგაწოდონ კიდევ უფრო ღრმა გზავნილი იმედისა და ნდობის შესახებ. ისინი მთხოვენ გითხრა ის, რაც შეიძლება არავის უთქვამს შენთვის ბოლო დროს. შენ უფრო ძლიერი ხარ, ვიდრე წარმოგიდგენია. ანგელოზები მიჩვენებენ შენს ბოლო დროს განვლილ გზას და მათ სურთ, რომ იცოდე, რომ ყოველი ცრემლი, რომელიც დაღვარე, ოქროს თასებში შეგროვდა ზეცაში. ყოველ ღამეს, როცა თავს მარტოდ გრძნობდი, ანგელოზთა სიმრავლე გალობდა შენზე. ყოველ ჯერზე, როცა დანებებაზე ფიქრობდი, თავად ღმერთი ჩარჩურჩულებდა სამყაროს. მყარად დაიჭირეთ, რადგან ის, რაც მისთვის მოამზადე, ზედმეტად არაჩვეულებრილია დასაკარგად. ანგელოზები გთხოვენ, რომ ენდო. გულში მეხმიანება ზეციური ხმა. მაშინაც კი როცა გეჩვენებ, რომ ყველაფერი ინგრევა, გახსოვდეს, ისინი კულისებში იცი რა არის განსხვავება იმ ადამიანს შორის, რომელიც იმედით ცხოვრობს და იმას შორის, რომელიც სასოწარკვეთილებაშია, უხილავისად მიმდობა. იმედიან ადამიანს არაფერი დაუნახავს იმაზე მედი ვიდრე სასოწარკვეთილს, მაგრამ მას ჯერა, რომ ღვთაებრივი ძალები მის სასარგებლოდ მუშაობენ. მაშინაც კი, როდესაც ჩვეულებრივი თვალით ვერაფერს ხედავს. ანგელოზები მიმხელენ რაღაც ძლიერს შენზე. ზუსტად 3 უზარმაზარი გამარჯვება მზადდება ზეცაში შენი ცხოვრებისთვის. პირველი დაკავშირებულია უზრუნველყოფასთან. სამყარო აწყობს რესურსებს, შესაძლებლობებსა და კავშირებს შენი მოთხოვნილებების უხვად დასაკმაყოფილებლად. მეორე ეხება ურთიერთობებს. ვიღაც განსაკუთრებული მზადდება შენს ისტორიაში შესასვლელად, ან არსებული ურთიერთობა სასწაულებრივად აღდგება. მესამე ეხება მიზანს. დედამიწაზე შენი მისიის შესახებ ნათელი ხედვა გამოცხადდება, მაგრამ აქ არის საიდუმლო, რომლის ხაზგასმასაც ანგელოზები განსაკუთრებულად ითხოვენ. ეს გამარჯვებები არ მოდის მათთან, ვინც ეჭვობს. ისინი მოდის მათთან, ვინც ენდობა. ამ მომენტში, როდესაც ამ სიტყვებს ისმენ, ვგრძნობ, რომ ანგელოზები მთხოვენ რაღაც განსაკუთრებული გავაკეთო შენთან ერთად. მათ სურთ, რომ შეწყვიტო ყველაფერი და გააკეთო ძლიერი განცხადება. ნუ იფიქრებ მხოლოდ სიტყვებზე. თქვი ხმამაღლა, რადგან როდესაც რაღაცას ხმამაღლა აცხადებ, შენ ააქტიურებ სულიერ ძალებს. გაიმეორე ჩემთან ერთად ახლავე, ხმამაღლა. მე ვიღებ გამარჯვებებს, რომლებიც სამყარომ მოამზადა ჩემთვის. მე ვენდობი ღვთაებრივ გეგმას, მაშინაც კი, როდესაც არ მესმის. მე მჯერა, რომ რაღაც არაჩვეულებრივი მოდის და მე მზად ვარ მივიღო ის მადლიერებითა და სიხარულით. როდესაც ეს განცხადება გააკეთე და ვიცი რომ გააკეთე, რადგან შენი სული ადასტურებს სიმართლეს, რაღაც შეიცვალა სულიერ განზომილებაში. ანგელოზები მიჩვენებენ, რომ ეს განცხადება არამხოლოდ გათანაბრებს ღვთაებრივ გეგმასთან, არამედ აჩქარებს შენი გამარჯვებების გამოვლინების პროცესს. იცი რატომ არის ეს განცხადება ასეთი ძლიერი? იმიტომ რომ როდესაც ენდობის სანან დაინახავ, შენ გულწრფელ რწმენას ამჟღავნებ. და გულწრფელი რწმენა არის ვალუტა, რომელიც ციურ სამეფოში ცირკულირებს. მისი საშუალებით შენ ყიდულობ სასწაულებს, რომლებიც შენთვის არის ხელმისაწვდომი. ანგელოზებს სურთ, რომ გაიგო რაღაც ფუნდამენტური. ისინი არასდროს კპირდებიან იმას, რისის შესრულებაც არ შეუძლიათ. როდესაც ისინი საუბრობენ შენკენ მომავალ გამარჯვებებზე, ეს არ არის ცარიელი იმედი, ეს არის წინასწარმეტყველება, ეს არის ღვთაებრივი ბრძანებულება, ეს არის სულიერი რეალობა, რომელიც მოძრაობს შენი ფიზიკური რეალობისკენ.
მაგრამ არის რაღაც, რამაც შეიძლება ეს პროცესი შეაჩეროს და ანგელოზები ხას უსვამენ, რომ გაგაფრთხილონ. შფოთვა. როდესაც შფოთავ და ცდილობ აიძულო მოვლენებს შენს დროში მოხდეს, შენ ქმნი ენერგეტიკულ წინააღმდეგობას, რამაც შეიძლება შეაფერხოს შენი გამარჯვებები. ეს გავს ყვავილის გახსნის იწულებას. შეიძლება დააზიანო აყვავების ბუნებრივი პროცესი. ჭეშმარიტ ნდობას ორი მახასიათებელი აქვს: აქტიური მოთმინება და მხიარული მოლოდინი. აქტიური მოთმინება ნიშნავს, რომ შენ აგრძელებ შენი ნაწილის კეთებას, მუშაობ, ემზადები, მაგრამ სასოწარკვეთილების გარეშე. მხიარული მოლოდინი ნიშნავს, რომ გულით გიღიმის, რადგან იცი, რომ რაღაც შესანიშნავი გზაშია. ანგელოზები მთხოვენ, რომ სწრაფად მოგიყვე ერთი ამბავი. არსებობს ერთი ადამიანი, რომელსაც ანგელოზები აკვირდებიან. შესაძლოა ეს შენ ხარ, რომელიც დიდი ხანია ერთსა და იმავეზე ლოცულობს. ეს ადამიანი ხანდახან იმედგაცრუებული ხდება და ფიქრობს, რომ ღმერთმა არ მოისმინა. მაგრამ ანგელოზები ამხელენ, რომ ღმერთმა არა მხოლოდ მოისმინა, არამედ ის ბევრად უფრო დიდ პასუხს იძლევა, ვიდრე იყო ნათხოვი. შეფერხება უარყოფა არ არის. ეს არის მომზადება სიმრავლისთვის. ისინი მიჩვენებენ, რომ მომდევნო 59 დღეს განმავლობაში, ეს ბიბლიაში წინასწარმეტყველური რიცხვია, შენ მიიღებ მინიმუმ 3 დადასტურებას იმისა, რომ შენი ლოცვები მოსმენილია და პასუხი ეცემა. ეს დადასტურებები შეიძლება მოვიდეს სიზმრების, ბუნების ნიშნების, სხვა ადამიანების სიტყვების, ან უბრალოდ აუხსნელი მშვიდობის სახით, რომელიც დატბორავს შენს გულს. მაგრამ არის ერთი პირობა. შენ უნდა შეწყვიტო იმის კონტროლის მცდელობა, თუ როგორ მოვა შენი გამარჯვებები. ღმერთის გზები ჩვენს გზებზე მაღალია და მას აქვს მეთოდები, რომლებსაც ჩვენი შეზღუდული გონება ვერასოდეს წარმოიდგენდა. ანგელოზები ამთავრებენ ამ მეორე ნაწილს ლამაზი დაპირებით. ვინც ენდობა, არ შერცხვება. ვინც უფალს ელოდება, ძალებს განაახლებს. და ვინც ირწნუნებს, დაინახავს ღმერთის დიდებას, რომელიც მის ცხოვრებაში უდავოდ გამოვლინდება. ძვირფასო დალოცვილო სულო. ახლა, როცა გაიგე ტრანსფორმაციის შესახებ და გაიძლიერე შენი ნდობა, ანგელოზებს სულთ რომ მომდევნო დონეზე გადაგიყვანონ, შთაგონებულ მოქმედებაზე. მათ გამიმხილეს, რომ არსებობს უზარმაზარი განსხვავება სასოწარკვეთილ მოქმედებასა და შთაგონებულ მოქმედებას შორის და ეს განსხვავება განსაზღვრავს სიჩქარეს, რომლითაც შენი გამარჯვებები გამოვლინდება. ანგელოზები ჩემს გულს ჩაშჩურჩულებენ. დადგა დრო, რომ მან შეწყვიტოს მხოლოდ ოცნება და დაიწყოს თანამშრომლობა ზეცასთან. მათ სურთ, რომ გაიგო, რომ შენ არ ხარ მხოლოდ ღვთაებრივი გეგმის მაყურებელი. შენ ხარ აქტიური თანამშრომელი იმისა, რასაც ღმერთი აკეთებს შენ ცხოვრებაში. მაგრამ აქ არის საიდუმლო, რომელიც რევოლუციას მოახდენს შენს მოგზაურობაში. შთაგონებული მოქმედება არ მოდის შიშისგან ან შფოთვისგან, ის მოდის მშვიდობისგან. როდესაც მშვიდობაში ხარ, ღვთაებრივთან დაკავშირებული, აზრები, რომლებიც შენს გონებაში მოდის, შენი არ არის, ისინი ზეციური ჩამოტვირთვებია. ანგელოზები მიჩვენებენ, რომ არსებობს სამი სახის მოქმედება, რომელიც შეგიძლია განახორციელო ცხოვრებაში. პირველი არის სასოწარკვეთილი მოქმედება, როდესაც მოქმედებ შიშის, აჩქარების ან სასოწარკვეთილების გამო. ეს მოქმედება როგორც წესი ართულებს საქმეებს და აფერხებს გამარჯვებებს. მეორე არის უმოქმედობა, როდესაც სრულიად უძრავად დგახარ და ელოდები, რომ ყველაფერი ჯადოსნურად მოხდება. ეს ასევე ბლოკავს ღვთაებრივ დინებას. მაგრამ მესამე არის შთაგონებული მოქმედება, როდესაც მოქმედებ ზეცასთან თანამშრომლობით, ზეციური სიბრძნით ხელმძღვანელობით. იყავი კეთილი საკუთარი თავის მიმართ, ითხოვენ ანგელოზები უსაზღრო სიყვარულით. აპატიე შენი შეცდომები და აღნიშნე შენი გამარჯვებები, როგორი მცირეც არ უნდა ჩანდეს. ეს არის დრო, რომ დარგო ის, რაც ყველაზე მეტად გსურს და ენდო, რომ ზეცა თითეულ მათგანს რწყავს. ამ მომენტში ანგელოზებს სურთ, რომ ჩემთან ერთად სულიერი ვარჯიში გააკეთო. დახუჭე თვალები ერთი წამით და ღრმად ჩაისუნთქე სამჯერ. ახლა შენი გულის სიჩუმეში იკითხე. ანგელოზებო, რა არის პირველი ნაბიჯი, რომელიც დღეს უნდა გადავდგა, რომ ვითანამშრომლო ჩემი ცხოვრების ღვთაებრივ გეგმასთან? ისინი მიმხელენ, რომ პასუხი უკვე მოდის შენს გულში. ეს შეიძლება იყოს რაღაც მარტივი, როგორიცაა დარეკვა, ტექსტის დაწერა, რაღაცის მოძიება ინტერნეტში, შენი სახლის მოწესრიგება, ან ვინმესთვის პატიება. ნუ დააკნინებ მითითების სიმარტივეს. უდიდესი სასწაულები იწყება მცირე ნაბიჯებით, რომლებიც შეთანხმებულად გადაიდგა. ანგელოზები მიჩვენებენ 3 კონკრეტულ სფეროს, სადაც ახლა შთაგონებული მოქმედება უნდა განახორციელო.
პირველი სფერო შინაგანი განკურნება. არის ძველი ჭრილობები, რომლებსაც ატარებ და რომლებიც ბლოკავს შენი გამარჯვებების მოსვლას. ანგელოზები გთხოვენ, რომ იყოს საკმარისად მამაცი, შეხედო ამ ტკივილებს და გადასცე ისინი ღვთაებრივი განკურნების პროცესს. ეს შეიძლება ნიშნავდეს პროფესიონალური დახმარების ძიებას, რთულ საუბრებს, ან უბრალოდ ლოცვას და ამ საკითხებზე მედიტაციას. განკურნება მარტო არ ხდება, მას სჭირდება შენი თანამშრომლობა. მეორე სფერო ურთიერთობები. ანგელოზებმა გამიმხილეს, რომ შენს ცხოვრებაში არის ურთიერთობები, რომლებიც უნდა დაალაგდეს. ზოგიერთი უნდა აღდგეს პატიებითა და გულწრფელი კომუნიკაციით. სხვები უნდა დასრულდეს სიყვარულითა და მადლიერებით. და არის სივრცე, რომელიც უნდა შეიქმნას, რათა ახალი ღვთაებრივი ურთიერთობები შემოვიდეს. შენ არ შეგიძლია მიიღო ახალი, როდესაც ძველს ეჭიდები. მესამე სფერო მიზანი და მოწოდება. შენში არის ნიჭი და საჩუქრები, რომლებიც ძინავს და ელოდება განვითარებასა და გამოყენებას, რომ სამყარო დალოცონ. ანგელოზები გთხოვენ, რომ შეწყვიტო დამალვა, შეწყვიტო საკუთარი თავის ზედმეტად პატარად ან მოუმზადებლად მიჩნევა. სამყაროს სჭირდება ის, რისი შეთავაზებაც შენ შეგიძლია. თუნდაც ჯერ ზუსტად არ იცოდე რა არის ეს. მაგრამ აქ არის რაღაც ძლიერი, რაც ანგელოზებს სურთ, რომ გაიგო. შენ არ გჭირდება, რომ ყველაფერი მოგვარებული ქონდეს დასაწყებად. სინამდვილეში, როდესაც რწმენით დგამ პირველ ნაბიჯს, სამყარო იწყებს მოძრაობას, რომ შუა გზაზე შეგხვდეს. ეს გავს სანთლის დანთებას სიბნელეში. შენ არ გჭირდება მთელი ოთახის დანახვა, მხოლოდ საკმარისი სინათლე, რომ მომდევნო ნაბიჯი გადადგა. ანგელოზები მთხოვენ, რომ ძალიან ძლიერი სულიერი ინსტრუმენტი მოგცე. ყოველ დღე, როდესაც გაიღვიძებ, სანამ ტელეფონს აიღებ ან საქმიანობას დაიწყებ, დაუთმე 7 წუთი ამ შთაგონებული მოქმედების ლოცვას. ზეციურო მამაო, მადლობა ამ ახალი დღისთვის. ფარველო ანგელოზებო, მაჩვენე დღეს რა ნაბიჯი უნდა გადავდგა, რომ ვითანამშრომლო ღვთაებრივ გეგმასთან. დაე ჩემმა თვალებმა დაინახონ შესაძლებლობები, რომლებსაც შენ ჩემს წინაშე ათავსებ. დაე ჩემმა გულმა იგრძნოს სწორი მიმართულება. დაე ჩემი ხელები გამოყენებული იქნას შენი საქმის გასაკეთებლად. მე ვიღებ ვალდებულებას, რომ ვიმოქმედო რწმენით, მაშინაც კი, როდესაც სრულად არ მესმის. ამინ. როდესაც ამ გულწრფელ ლოცვას ყოველდღიურად ამბობ, შენ აპროგრამებ შენს გონებას, რომ მთელი დღის განმავლობაში მიიღოს ღვთაებრივი მითითება. შენ იწყებ შემთხვევითობების შემჩნევას, რომლებიც სინამდვილეში ზეციური სინქრონიულობებია. ანგელოზები ასევე მიმხელენ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს. მომდევნო 7 დღის განმავლობაში ისინი გამოგიგზავნიან მინიმუმ 2 ნათელ შესაძლებლობას, რომ ივარჯიშო შთაგონებულ მოქმედებაში. ეს შეიძლება იყოს ვინმე, რომელიც შენს დახმარებას ითხოვს, შემოქმედებითი იდეა, რომელიც შენს გონებაში მოვა, მოულოდნელად გახსნილი კარი, ან ახალ რამეზე მიწვევა. ნუ უგულებელყოფ ამ მომენტებს, ისინი საჩუქრებია ზეციდან. ყოველთვის გახსოვდეს, ამას მარტო არ აკეთებ. ყოველ ნაბიჯზე, რომელსაც შენ მიზნისკენ დგამ, ანგელოზთა ლეგიონი მოძრაობს შენს სასარგებლოდ. რწმენის ყოველ მომენტზე, რომელსაც შთაგონებული მოქმედებით თესავ, თავად ღმერთი გზავნის წვიმასა და მზეს, რომ ის გაიზარდოს. ანგელოზები ამთავრებენ ამ მესამე ნაწილს ძლიერი განცხადებით, რომლის ხმამაღლა გამეორებასაც გთხოვ. მე ვიღებ ვალდებულებას, რომ ვიყო ჩემი ცხოვრების ღვთაებრივი გეგმის აქტიური თანამშრომელი. მე ვირჩევ შთაგონებულ მოქმედებას შიშის ან პარალიზის ნაცვლად. მე მჯერა, რომ რწმენით გადადგმული ყოველი ნაბიჯი მაახლოებს იმ გამარჯვებებთან, რომლებიც ჩემთვის მომზადდა. ჩემო ძვირფასო სულო, მივედით ამ ანგელოზთა გზავნილის დასასრულს, მაგრამ სინამდვილეში ეს მხოლოდ ახალი მოგზაურობის დასაწყისია შენს ცხოვრებაში. ანგელოზებს სურთ, რომ იცოდე, რომ ყველაფერი, რაც აქ ითქვა, არ იყო მხოლოდ ლამაზი სიტყვები. ეს იყო ზეციური განკარგულებები, რომლებიც შენს გზაზე გათავისუფლდა. ამ წუთას, როდესაც ეს გზავნილი სრულდება, შენს ირგვლივ ხდება სულიერი გააქტიურება. ანგელოზები ბეჭდავენ ყოველ სიტყვას, რომელიც შენს გულს შეეხო და აქცევენ მათ ცოცხალ რეალობად შენს არსებაში. შენ ამ გამოცდილებიდან არ გამოხვალ იგივე ადამიანი, რაც შემოხვედი. ისინი გთხოვენ, რომ არასოდეს დაივიწყო. შენ ღრმად საყვარელი ხარ. ბოლოს კიდევ ერთხელ მეხმიანება ზეციური ხმა ჩემს სულში.
ეს სიყვარული არ არის დამოკიდებული შენ შესრულებაზე, შენს მიღწევებზე ან შენს წარმატებებზე. ეს არის მარადიული, უსაზღრო, უპირობო სიყვარული, რომელიც არსებობდა შენს დაბადებამდე და გაგრძელდება სამუდამოდ. ანგელოზები მთხოვენ, რომ ბოლო თხოვნა გითხრა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მომენტს უგულებელყო. მათ სურთ, რომ ახლავე დაწერო კომენტარებში. მე ვენდობი ანგელოზებს და ვიღებ მათ გამარჯვებებს. როდესაც ამ სიტყვებს წელ, შენ აკეთებ იმაზე მეც ვიდრე კომენტარის დაწერას. შენ ხელს აწერ სულიერ პაქტს სამყაროსთან. აცხადებ, რომ მზად ხარ მიიღო ყველაფერი, რაც შენთვის მომზადდა. მაგრამ აქ არ გაჩერდე. ანგელოზები ჩემს გულს ჩაშჩურჩულებენ, რომ შენს ცხოვრებაში არის ვიღაც. შეიძლება იყოს ოჯახის წევრი, მეგობარი, ნაცნობი, რომელიც ძალიან რთულ დროს გადის და ზუსტად ეს გზავნილი სჭირდება. გაუზიარე ეს ვიდეო ამ ადამიანს. ეს შეიძლება იყოს ზუსტად ის, რაც მას სჭირდება, რომ არ დანებდეს, რომ განაახლოს თავისი წვენა, რომ გაიხსენოს, რომ მარტო არ არის. როდესაც ანგელოზთა გზავნილს უზიარებ, შენ არ ეხმარები მხოლოდ ვინმეს. შენ ამრავლებ შენს საკუთარ გამარჯვებებს. ანგელოზები მიმხელენ, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც იმედს, სინათლეს და რწმენას ავრცელებ, სამყარო ამ ენერგიებს შენს ცხოვრებაში აბრუნებს. დაალაიქე ეს ვიდეო, რომ მეტმა ადამიანმა იპოვოს ეს გზავნილი იმ მომენტებში, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებათ. და გამოიწერე არხი ზარის გააქტიურებით, რადგან ანგელოზები დამპირდნენ, რომ კიდევ უფრო მეტი ზეციური გამოცხადება მოდის, კიდევ უფრო ძლიერი გზავნილები, რომლებიც გააგრძელებს შენი მოგზაურობის განვითარებას. მომდევნო დღეებში, როდესაც თავს იმედგაცრუებულად, დატვირთულად ან შეშინებულად იგრძნობ, დაუბრუნდი ამ ვიდეოს. მოусმინე ამ სიტყვებს ისევ, რადგან ყოველ ჯერზე, როცა მოусმენ, შენს გულში გამოცხადების ახალი ფენები გაიხსნება. ანგელოზები დღეს გემშვიდობებიან, მაგრამ არ მიდიან. ისინი შენს გვერდით რჩებიან, დაუღალავად მუშაობენ, რომ ამ გზავნილში გაკეთებული ყოველი დაპირება შენს რეალობაში გამოვლინდეს. ენდე პროცესს, ენდე ღმერთის დროს, ენდე, რომ ზეცა ზრუნავს შენზე. მომდევნო ღვთაებრივ გზავნილამდე დაე, ანგელოზებმა განაგრძონ შენი კურთხევა ღრმა სიმშვიდით, უსაზღრო სიყვარულით და უხვი კეთილდღეობით. ამინ.